წარმოადგინეთ ნამროვლის სახით 27x6 plus 125. ახლა რას გულისხმობენ აქ? მოდი ერთი მაგალითი გავაკეთოთ, რომელიც მე მგონი დაგვეხმარება იმის გაგებაში თუ რა შეიძლება აქ ვქნათ. ესე იგი, a კვადრატს გამოკლებული ab დამატებული b კვადრატი გავამრავლოთ a-ს plus b-ზე. შეიძლება ახლა გიკვირთ საერთოდ რა შუაშია ეს რამესთან, მაგრამ უბრალოდ გავაკეთოთ და მიხვდებით. ესე იგი, ჯერ b-ზე ვამრავლებთ, ეს არის b კუბი, დადებით b კუბი, შემდეგ minus a ჯერ b კვადრატი და a კვადრატ ჯერ b. ახლა a-ზე რომ ვამრავლებთ, ეს იქნება plus a ჯერ b კვადრატი, ეს იქნება minus a კვადრატ b და ამათი ნამრავლი იქნება a კუბი. ახლა დავუკვირდეთ. ესენი ხომ უნდა შევკრიბოთ, არა? ახლა დავუკვირდეთ. a კვადრატ ჯერ b და minus a კვადრატ ჯერ b. ესენი ერთმანეთს გააბათილებენ. ანალოგიურად minus a ჯერ b კვადრატი და a ჯერ b კვადრატი გვაქვს. ესენიც ერთმანეთს აბათილებენ. ესე იგი, საბოლოო ჯამში მე დამრჩა a კუბს დამატებული b კუბი. ან მეორენაირად შემიძლია ასე ვთქვა, რომ a კუბს დამატებული b კუბი როცა მაქვს, ეს შემიძლია წარმოადგინო ასეთი სახით. a კვადრატს minus ab plus b კვადრატი გამრავლებული a-ს plus b-ზე. აი ეს არის კუბების ჯამი ჩაწერილი ნამრავლის სახით. ეხლა აქ რამე თუ არის ეგეთი. 27 არის 3-ის კუბი და x-ის მე-6 ხარისხი კიდევ არის x კვადრატის კუბი. ან თუ არ გახსოვთ უცებ დავწერ, არის 3x კვადრატი, რომ გავამრავლო 3x კვადრატზე და გავამრავლო 3x კვადრატზე. ეს იგივე არის რაც 3 ჯერ 3 ჯერ 3 გამრავლებული x კვადრატ ჯერ x კვადრატ ჯერ x კვადრატზე, რაც უდრის 27x მე-6-ს. ამიტომ ეს არის იგივე რაც 3x კვადრატი მესამე ხარისხში. და ეს არის იგივე რაც 5 მესამე ხარისხში. 125 არის 5-ის კუბი. მაშინ ახლა თუ დავუკვირდებით, a-ს როლში არის 3x კვადრატი და b-ს როლში არის 5. ამიტომ ახლა ეს შემიძლია წარმოადგინო მე ნამრავლის სახით, აი ამ ფორმულის მიხედვით. მოდი ახლა ნახოთ. ესე იგი, ჯერ უნდა მქონდეს a-ს კვადრატი, ანუ უნდა მქონდეს 3x კვადრატის კვადრატი, ეს იქნება 9x მე-4. შემდეგ ამას გამოკლებული a ჯერ b. ახლა a არის 3x კვადრატი და b არის 5, ამიტომ ეს იქნება 15x კვადრატი, ანუ ვაკლებთ 15x კვადრატს და ბოლოს გვექნება დამატებული b კვადრატი. b კვადრატი არის 5-ის კვადრატი, ანუ 25. ეს პირველი მამრავლი. და მეორე მამრავლი, რომელსაც მოდი გვერდზე გავწევ ამას და ეგრეთ მივუწერ. მეორე მამრავლი იქნება უბრალოდ a plus b, ანუ 3x კვადრატს plus 5. აი ეს არის ნამრავლის სახით წარმოდგენილი აი ეს გამოსახულება. უბრალოდ ძალიან სპეციფიური გამოსახულებაა ახლა ეს ყოველთვის ესე ბედნიერად კუბების სხვაობა და ჯამი არ გვიჯდება. მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად ეს არის კუბების სხვაობა და შეგვიძლია წარმოადგინოთ აი ასეთი სახით.